ფრანგული ოჯახი, სადაც ერთმანეთს ახალი დღის დაწყებას ქართულად ულოცავენ, 32 წელია რობერტ უტიე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის არაოფიციალური თანამშრომელია. ფრანგმა მეცნიერმა ძველ ქართულ ლიტერატურაში 200-მდე სამეცნიერო ნაშრომი უკვე შექმნა. როცა ხელნაწერებზე არ მუშაობს, მაშინ სხვებს ქართულს ასწავლის ამჯერად ორ რუს მეცნიერს. 25 წლის წინ დაწყებული სიყვარულის ისტორია და უტიების ოჯახის ერთი თბილისური დღე მოამბის რუბრიკაში ადამიანები ისტორიით. სიყვარულის ქალაქის შემდეგ სეირნობა ყველაზე მეტად თბილისის ძველუბანში უყვარს. მით უმეტეს მაშინ, როცა გვერდზე ის ქალი მოყვება, ვინც მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ქალბატონი ქრისტინე, როგორც მეუღლე, მას დღემდე 24-წლიანი ქორწინების შემდეგ ეძახის, ცნობილი ქართველოლოგისათვის არა მარტო ცხოვრების საუკეთესო თანამგზავრია. კარგად ახსოვს, რა იქნა, როცა პირველად დაინახა, თუმცა როგორი იმოქმედა ამ შეხვედრა მის ცხოვრებაზე საუბარს ერიდება. Potentiellement. Gephardt mans comment les choses ont changé. ძირითადად ჩემი მუშაობა უფრო ადვილი არის ახლა. პირველად ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში 1975 წელს ჩამოვიდა. თვლის რომ მას შემდეგ თბილისმა სახე იცვალა. წამება არ იყო პრეზიდენტის პალატი არ იყო, მაგრამ ეს თქვათ ბუნებრივი განვითარება არის. და ეს ნიშნავს, რომ ძირითადად მაინც თავისუფლება ჯერ კიდევ შემოვიდა. ეს ქართველი მეცნიერები ცისფერთვალება ფრანგთან პირველ შეხვედრას იხსენებენ. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ყველაზე მეტად ის გაუკვირდათ, რომ ბერნარ უტიე ძველ ქართულად მეტყველებდა. დადგა ჟამი სამსახურის დამთავრებისა, იკითხავდა. მე რაღაც ერთხელ თქვით, რომ რაღაცა საიდუმლო არ უნდა გაემხილა ბერნარს და უთხარეთ, რომ ბერნარ ძალიან გთხოვთ, ეს არ თქვა და საფლავი ვარ გვითხრა. იყო ისეთი გაწერილი შინაგანაწესით მოღვაწე კაცი, მაგრამ მე ნახარა ქართველების ჩვეულებრივი ცხოვრების წესი, მე მგონია პარიზშიც ასე ცხოვრობს. საქართველოს მის ცხოვრებაში ლიტერატურის გზით შემოვიდა. მაშინ, როდესაც ეფრემ ასურის შესწავლა დაიწყო, აღმოაჩინა, რომ უძველესი ხელნაწერები მსოფლიოში მხოლოდ ერთ-ერთ უძველეს ენაზეა შემორჩენილი. ხელნაწერებზე მუშაობა მისთვის დროში მოგზაურობაა. მოგზაურობს დღეში 7 საათი. ძველი დოკუმენტებიდან იგებს, ვინ და როგორ ცხოვრობდა იმ დროში, რომელიც მას ყველაზე მეტად იტაცებს. ზოგჯერ არის საინტერესო შენიშვნები ან თვით დამწერისა ან შემდეგი და ჩანს აგრეთვე მთელი ისტორია. ამჟამად ქართულს ორ რუს მეცნიერს აცნობს. ამბობს, რომ ვალად მიიჩნევს პუტინის ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში აყვაროს. საქართველო კი ყოველთვის მასთანაა მაშინაც, როდესაც რამდენიმე 1000 კილომეტრის მოშორებით იმყოფება. ამის ნიშნად ქალიშვილსაც ქართული სახელი ნათელად დაარქვა. მიყვარს საქართველო. ამჯერად სიმპოზიუმზე რამდენიმე თვით ჩამოსული მეცნიერი სამშობლოში ბრუნდება, მაგრამ იცის, რომ ქალაქში, რომელიც უკვე მისი გახდა, აუცილებლად დაბრუნდება.